კანონი, რომელიც არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი მცდელობა ადამიანების გაჩუმების. პირდაპირ შეიძლება ამის თქმა, 2 წლის წინ თუ გახსოვთ, როდესაც პირველად დაინიციერეს კანონი, მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გავრცელდებოდა თითოეულ მოქალაქეზე და მაშინ იყო ეს პირობა დადებული მრავალჯერ, რომ არა ასე არ მოხდებაო, მაგრამ ეხლა ძალაში შედის კანონი, რომელიც შეეხება ყველას, არ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს. და მათ ნაწილს იარლიქს მიაკრავს როგორც აგენტისას. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ადამიანი ჩათვალონ აგენტად, რეალურად ამისთვის მხოლოდ 2 რამ იქნება საჭირო. პირველი ის, რომ ადამიანი იღებდეს რაიმე სახის შემოსავალს უცხოეთიდან, ანუ უცხოელი და თუნდაც ოჯახის წევრისგან რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხოეთში, უცხოური ორგანიზაციისგან თუნდაც ხელფას იღებდეს და ასე შემდეგ. ეს არის პირველი ნაწილი. შეიძლება შემოსავალს არ იღებდეს, მაგრამ კონტრაქტი ჰქონდეს, ესეც საკმარისია. ხოლო მეორე ნაწილი არის პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობის განმარტება არის იმგვარი, რომ ამაში მოიაზრება ნებისმიერი საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელიც მიმართული არის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ, ან კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ეს საინფორმაციო სესიებზე თქვეს, ნებისმიერი სახის კრიტიკა მთავრობის მიმართ. ასე განმარტავენ ამ კანონს, რომ Facebook-ზე თუ დაპოსტავ რაიმე საცობებზე, თუნდაც არა რაღაცა დიდ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, ფასებზე, პენსიის სიმცირეზე, ეს ცხადი არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის მათთვის რაღაცა საზოგადოებრივი აქტივობა, რომელიც მიმართული არის რაღაცა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ და მოსჩა საკმარისი, ანუ 2 რამ, ერთი უცხოეთიდან რაიმე ტიპის გადმორიცხვა, მეორე აი ესეთი რამ. უცხოეთიდან რაიმე ტიპის გადმორიცხვაში კიდევ ერთხელ რო დავაზუსტოს. მომეჩვენა ახლა მე თუ თქვენ თქვით, რომ უბრალოდ ოჯახის წევრია ნათესავი, რომ გიგზავნეს, რაღაც გზავნეს ყოველთვიურად, ესეც ხდება ამ რეგულაციაში? ასეა და ეს მათ შორის ეს არ გამომდინარეობს კანონიდან, მაგრამ ასე რომ განმარტავენ, ეს გაიმართა წინა კვირაში საინფორმაციო შეხვედრები და იქ თქვა თავად ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც არის ამ კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი. ეხლა აი ცოტა იმასაც ვიტყვი, ფარასგან რეალურად ერთი განსხვავდება, ამერიკულ ფარას, ნამდვილ ფარას აქვს მესამე კომპონენტიც. კერძოდ ის, რომ აი ეს პოლიტიკური საქმიანობა უნდა ხორციელებოდეს ამ უცხოელი პრინციპალის დაკვეთით, უშუალო ბრძანებით, მითითებით, დავალებით. კი, და ამიტომ არის, რომ იქ არსებობს უამრავი ორგანიზაცია, როგორც არის თქვენი კოლეგები, ხო, BBC, Deutsche Welle და სხვა, რომელსაც აფინანსებენ, ანუ ეს უცხოური დაფინანსების კომპონენტიც არის პირდაპირ ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს, ხო? და ისინი ამ პოლიტიკურ ნიუსებსაც აშუქებენ, მაგრამ მათ არავინ არ სთხოვს დარეგისტრებას, იმიტომ რომ იქ არკვევენ იმას, ეს ორგანიზაცია დამოუკიდებლად აკეთებს ამ ყველაფერს თუ რაღაც დავალების მიხედვით მოქმედებს. აქ მათ თქვეს, რომ ეს არ აინტერესებთ, თუ გაქვს უცხოეთიდან რაიმე შემოსავალი და თუ რაიმე ტიპის აქტივობას ეწევენ, მორჩა მათთვის საკმარისია, რომ აგენტად გაღიარონ. ამიტომ ეს აძლევს სულ 3 გამოსავალს ფაქტობრივად ყველა ადამიანს, რომელიც რაიმე ტიპის საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, რა გააკეთოს ამ რამდენიმე წუთის შემდეგ. ანუ პირველ ნაწილში რომ მცირე შეჯამება გავაკეთოთ, ეს არ ეხებათ არც მარტო პოლიტიკოსებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციას, არც მედიის წარმომადგენლებს, არც აქტივისტებს, ეს ეხება ყველა, ვისაც რაიმე ტიპის შემოსავალი შეიძლება დაუფიქსირდეს, რომელიც უცხოეთის გადმორიცხვის შედეგი. კი ბატონო, ეს ეხებათ იმასთან ერთად უკვე ის რაიმე ტიპის სამოქალაქო აქტივიზმს ან პოზიციას გამოხატავს, თუნდაც არა დიდ პოლიტიკასთან მიმართებაში, ან არამედ თუნდაც მუნიციპალურ პრობლემებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს ეხება შპს-საც, ეს ეხება ინდმეწარმეებსაც, სერვის კონტრაქტორებსაც, აბსოლუტურად ყველას. ეხლა რა ვარიანტები არის გაგრძელების? პირველი და ყველაზე მარტივი ვარიანტი, რომელიც რამდენჯერმე გამიგია სამწუხაროდ, ეს არის, რომ დარეგისტრირდი მერე რა და უნდა ითქვას, მე მგონი, რა შედეგი მოსდევს ამ დარეგისტრებას, იმიტომ რომ დარეგისტრება დასასრული კი არ არის ამ მთელი პროცესი, არამედ დასაწყისია. დარეგისტრირებით ვიწყებთ, ანუ ადამიანი საერთოდ თავზე იღებს ისეთი ტიპის ვალდებულებებს, რომლისგანაც როდის გათავისუფლება, ეს საერთოდ არ ვიცი, თუ საერთოდ გათავისუფლება. ესეთი ვალდებულებები არის მაგალითად წელიწადში 2-ჯერ რაღაცა დამატებითი ფინანსური დეკლარაციების შევსება, ნებისმიერი სახის ინფორმაციას მისგან თუ მოითხოვენ, თუნდაც ეს იყოს საიდუმლო ინფორმაცია, პირადი საიდუმლო, კომერციული, ასე შემდეგ, ყველა სახის ინფორმაცია უნდა წარადგინოს. უნდა წარადგინოს ეს ინფორმაციები მის თანამშრომლებზეც, ანუ მარტო თავის თავს კი არ არეგისტრირებს ფაქტობრივად დავუშვათ, რომ
რომელიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამით თავის სტაფსაც, თავის თანამშრომლებსაც იქ უთითებს, თავის კონტრაქტორებს და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მძიმე ჩემი აზრით არის ეს ვალდებულება, რომ ყოველთვის ყველა შემდეგ კომუნიკაციაში, რომელიც გექნება საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან თუ ეს იქნება თუნდაც საჯარო კომუნიკაციის დროს, ამ ადამიანებმა უნდა დაიწყონ ეს კომუნიკაცია იმის თქმით, რომ ისინი არიან აგენტები, უცხოური პრინციპალის აგენტები და ამის შაბლონი გამოაქვეყნა კიდევაც ბატონი რაჟდენის ბიურომ, სადაც ზუსტად ეს ტექსტი არის მითითებული, რომელიც უნდა თქვან. მაგალითად, აი თქვენ რო ყავდეთ მოწვეული სტუმარი, რომელიც 2 საათი საუბრობს, ჯერ ხო თავში ასე უნდა დაიწყოს და შემდეგ 1 საათი რომ გავა, კიდე ხელახლა უნდა თქვას, რომ აი არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საუბრობს უცხოური პრინციპალის აგენტიო. ეს არის უმძიმესი ვალდებულებები, რომელთაც კიდევ ერთხელ გათავისუფლების გზა ჯერ არ ჩანს. და მეტიც იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვალდებულებებს ადამიანები იღებენ, სადაც ადამიანების ნაწილი ეს ნაწილს აკრავენ უცხოელის, ხო, უცხოური სიარლიქს, აგენტის სიარლიქს, ამის შემდეგ იწყება დამატებითი სამართლებრივი ვალდებულებების დაკისრება მათზე, რომელიც ჯერ ამ კანონში არ წერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაემატება. ესეთი არის მაგალითად პასიური საარჩევნო ხმის ჩამორთმევა. ესეთი არის მაგალითად სკოლაში, უნივერსიტეტში, ბაღში სწავლების უფლების ჩამორთმევა. ჩვენთან შეიძლება დაამატონ უცხოელების სამართლებრივი სტატუსი, როგორც არის, მაგალითად სასოფლო სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეუძლიათ, იგივე გააკეთონ, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეებს ამ კანონის გზით აქცევენ უცხოელებად. საქართველოში ქართველებს ართმევენ თავიანთ სამშობლოს. ეს მოყვება ამ კანონის დარეგისტრირებას. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ის რასაც ირჩევს სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ჩვენ ამას ვნახავთ, ეს მე მგონია, რომ საერთოდ არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს დარეგისტრირებული ორგანიზაციების რაოდენობა, ეს იქნება საქმიანობის ჩვეულებრივ გაგრძელება, რადგან ჩვენ არ ვართ არავის აგენტები. თქვენი ნებით არ დარეგისტრირდებით, მაგრამ შეუძლიათ თუ არა მთავრობას რომ მათ დაგარეგისტრირონ. ამ შემთხვევაში ანტიკორუფციის რომელსაც მოყვება იმ ტიპის ვალდებულებები, მე რას თქვენ ჩამოთვალეთ. კი ბატონო. კანონი ესეთ მექანიზმს არ თვალისწინებს, მაგრამ ცხადი ანტიკორუფციული ბიურომ გააჩინა თავიანთ მოკლედ მოსაზრებებით ესეთი მექანიზმი. თუ ისინი დაიწყებენ რაიმე სახის ესეთ შემოტევას ჩვენზე, ჩვენ ფაქტობრივად ვამზადებთ უკვე და მზადაც გვაქვს სტრასბურგისთვის გასაგზავნი საჩივარი, რომელსაც ის მოსამართლეს დროებითი ღონისძიების მოთხოვნას 24 საათიან ცოტა უფრო მეტი განიხილავს ხოლმე და მგონია რომ როცა წერილი მოვა და როცა დაიწყებენ რაღაც ჩვენ მიმართ რაღაც ტიპის იძულების ღონისძიებებს სტრასბურგი დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და შეაწყვეტინებს ამ საქმიანობას